როდესაც სასამართლო პროცესზე მიხვედით, ძირითადად გავასაუბრებდით იმაზე, რომ თქვენ არ დაემორჩილეთ კანონიერ მოსხმას თუ წინააღმდეგობა გაუწიეთ პოლიციას, თუ არ ამბობდა პოლიციელი, რომელმაც იქ თქვენი ბრალი გააცნო. ესე იგი, ოქმი შეავსო ვარსტები გიორგი მეტრეველი იყო, თუმცა მისი სახელი და გვარი ოქში არ დაფიქსირებულა, ვიღაც დავით რაღაცა იყო. პოლიცია ხო? არ მახსოვს, იქ დაკავების ოქში, ბუნებრივია დაკავების ოქში არ ვაღიარე, ჩემი დანაშაული და თხელი მომიწერია და უთხარი რომ მე აბსოლუტურად დანაშაული ვარ და მსგავს დაკავებას არ ვაღიარებ, იმიტომ რომ ეს არის დანაშაული. შემდგომ ამისა ისევ ეს ბიჭი იყო წამდგენი, თუმცა თავის სახელი და გვარი არ დაუსახელებია და აი დავით გვარი არ მახსოვს იმის სახელი თქვა რომ ესე იგი ამის სახელი წარმოადგენ მოსამართლე ამასობაში ამას ყველაფერს ისმენს ეს მეუღლე ვარ აქეთ ჩემი პირველივე მოთხოვნა იყო ეს იყო ადვოკატის მოთხოვნა ეს იყო ინფორმირება სახალხო დამცველის და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების და აუცილებელი მოთხოვნა იყო ტელეფონის ერთი ზარი ყოველ შემთხვევაში ეს ზარი მაინც ადვოკატს მე რო დაურეკო მოსამართლე თქო მართალეო ჯერო მე ესე თქვა რაღაცას კითხულობ მებრივია ხა ვაცალე ამ მოსამართლეს ეს მოსამართლე რაღაცა წაიკითხა კითხულობს ბატონო მოსამართლე დაამთავრე თუ არა ერთი წუთითო ესე იგი თან ესე რაღაც მონოტონურად ძალიან ისე ყვება ამას ყველაფერს ამასობაში დაამთავრა მეთქი დაამთავრა შეიძლება ესე იგი ავდექი ისე რა თქმა უნდა პატივისცემით ბატონო მოსამართლე მეთქი რაღაც უხსნი ჩემი კატეგორიული მოთხოვნა მეთქი ჩემი უფლებების შესაბამისად ევროპის კანონიერი უფლებათა კონვენციის ასე შემდეგ თუ ჩვენ სამართალს არ ემორჩილებით და არ სამართლიანობთ ესე ვთქვათ ევროპის სამართალი და ესე ვთქვათ უფრო მაგარი სამართალი მაინც დაიცავთ იმიტომ ევროსაბჭოში ვარ ბოლოს გაწევი და მარანაირი ყურის ბარტმული ეს მომენტი უკვე რაღაც უკვე დააჟინებით უმტკიც მეორეჯერ უმეორებ მესამეჯერ უმეორებ და უკვე ცოტა აგრესიას მემატება ბუნებრივია ხარ როცა ხედავ ადამიანის რეაქცია არ აქვს ადამიანს და ზის ყრუა და ბრმა ხო ნუ უკვე რაღაც მომენტში უკვე კაცად უთხარი რაღაცა და კარგით მაშინო ადვოკატი ყავთო მეთქი კი ყავს დარეკეთ მაშინ ის ხო კაიო მოიყვანეთ მეთქი ტელეფონი მჭირდება ტელეფონი ამასობაში ქონდა ბადრაც კარგითო მაშინ ნახევარსაათიანი შესვენებაო და დაარეკინეთ მოსამართლე გადის ტელეფონი მომცეს ტელეფონი ჩავთე ესე იგი ზარი ავკრიფე ზარი გასული არ იყო ესე იგი ავიღე ეს უკვე მართნევს ამ ტელეფონს სადრეკი ხო აი გვერდზე მიზის ეს ტელეფონს მართნევს ტელეფონი გათიშა ჩამართვა ჯიბეში ჩაიდო მაგრამ ამქამდე იყო შემოვიდა ვიტყვი სახელდაგვარს ვიპოვე სახელდაგარი არ ვიცი ამოვიცნო კარგად აი დასამახსოვრებელი სახე ესეთი მუჟმური კაცია ვიხთ შემოვიდა და ამან უთხრა ჩამოართვი ტელეფონი და დაждდა ეგ მეთქი არანაირი უფლება არ აქვს მოსამართლე არ არის არანაირი უფლება არ აქვს ტელეფონი ჩამომართვა თქო შენი საქმე არ არის მეთქი ჯერ ერთი მეთქი სასამართლოა მოსამართლეს განჩინება მეთქი წელსი და თქვენ არ ღვევთ კანონს ნუ აღვე მეც ახლა მკაცრად ვარ ბუნე მარტო ვარ მაგრამ მიუხედავად ამისა ბუნებრივი არ მაინტერესებს ხო არ მაინტერესებს ეს ხმას არ იღებს ნუ ეს ბუნჩულა იყო რა ვიცი კაცი იყო თუ არ იყო ყოველ შემთხვევაში ჩუმად იყო და იგივე სიმეორებს უკვე ამას ვერ პაექრები და ამას ვერ კამათები იმიტომ რატიკად არ ღვევს მართლა კანონს ამასობაში 5 წუთის ამბავია შემოდის მოსამართლე ნახევარი საათი ბუნებრივია მისთვის 5 წუთი იყო სავარაუდოა ესე და შემოდის მოსამართლე თელი მოსამართლეს ეუბნები ბატონო მოსამართლე მე არ მომეცა ტელეფონის ზარის განხორციელების საშუალება ეს იძახისო მიეცაო მეთქი მე არ მომეცა ტელეფონი ჩამორთმეული მაქვს აი ამ ადამიანს უდეს ჯიბეში მოსამართლემ ამას ყურადღება არ მიაქცია კიდევ ერთხელ მაგრამ არანაირი ყურადღება კარგით ჩაიარა ესე წარმგენი ყვება რომ რა არის საფუძვლოდ ესე ეს ადამიანი იგინებოდა ქუჩაში? ხო, აი 12-ში, ესე იგი არ ემორჩილებოდა პოლიციას რაღაცა და კანონიერი მოთხოვნა რა იყო? არ ვიცი, ვინ მე მთხოვა მითხრა. ეს არის ხასიათებული ყველა ასაკი. ანუ 2007 წლიდან მოყოლებ თუ ასეთი საქმე მახსოვს, ანუ ყველა ესეთი ტიპის საქმე, ესეც წერია რომ არ ემორჩილებოდა პოლიციელი კანონიერ მოთხოვნას. აი კანონიერი მოთხოვნა არც დარჩენს რა იყო ეს კანონიერი მოთხოვნა, რომელსაც არ დაემორჩილა ეს თუ მეორე, ანუ არც დარჩენს, მაგრამ ნუ სასამართლოს მოსამართლედ არ აინტერესებს ხა რომელი იყო პოლიციელი, რომელმა პოლიციელმა მითხრა, რომელსაც არც ეს ფორმა არ ეცვა, ცემდნენ, ხდებოდნენ მანქანიდან მანქანაზე და გახსოვს ხო, ანუ მისამართო გენიალია. არა, ადვოკატზე გეტყვით. ადრესატი ხარ ყავდა. ადვოკატზე გეტყვით ჩემი პროცესის შემთხვევაში, ნუ მოსამართლეს თხოვ ადვოკატს, სახალხო დამცველის ინფორმირებას და მეუბნება კაცი იყო შუახნის, რა აუცილებელია.
ადვოკატი რა აუცილებელია. როგორც მოსამართლე კუბლაშვილის სასამართლოს თავისებურებაა ეს ეთყობა, რომ მოსამართლეებმა არ იციან ბრალდებულს რაც უნდა ადვოკატი. ეს კითხვა ისო? ხო. რა აუცილებელია ადვოკატი? ну რაღაცა უნდა ვილაპარაკოთ დანარჩენი. ხო, ეს სულ მქონდა განცდა, როცა ეს სასამართლოზე იყო საუბარი და როცა მოსამართლეზე ძალიან ესეთი დამოკიდებულება მქონდა. მე ესე მესმის, რომ იმდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს სერიოზული სასამართლო და სულ ფიქრობდი, რომ რაღაცა მოსამართლეში უნდა იყოს რაღაც განსხვავებული კასტა, რაღაცა განსხვავებული ადამიანები მაღალმთვრივი, რაღაცა ჩემი დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ იყო ესეთ მოსამართლეს მიმართ, რომ მიუხედავად მაშინაც შევარდნაძის დროინდელ სასამართლოში რომ იყვნენ რაღაც გამორჩეული მოსამართლეები და ძალიან ჩემი დღე დავასახელო მათ სახელით და გვარებით და ესეთ დამოკიდებულება სულ მქონდა. და მე როცა დაიწყო ეს რაღაც ну რაღაც სახელმწიფო მზრუნვა სასამართლოზე ლამაზი შენობა, ლამაზი მანქია, რაღაცა ეს მიხაროდა რომ ამით კიდევ ხალხს უსვამ იმას რომ ეს მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეხლა როგორია იმ დღეს აი 15 ივნის როცა იყო ეს მიჭების ახალგაზრდების სასამართლო პროცესები შედიხარ შენობაში რაღაც დიდი ეზო რაღაც შედიხარ რაღაც ეს მანდატურები რაღაც ეს მოსამართლე რაღაც ისეთი აი გიხარია და ამ დროს მოსამართლეს არ აინტერესებს ჭეშმარიტების ადგინა და შეშინებული აი დამოკიდებულება ისეთი დაწყობილი გამოიხარო აი ხო ამ ადამიანს თქო ყველაფერი უნდა უწყობდეს მათ ხელს რომ იყვნენ თავისუფალნი იყვნენ რაღაც საკუთარ თავის დაჯერებულები რაღაც ამაყები და აი რაღაც ესეთი კასტა უნდა იყოს მე ესე ვფიქრობ რომ ეს უნდა იყოს რაღაც განსაკუთრებული კასტა მოსამართლეების. მაგრამ რეჟიმში არ არსებობს. მაგრამ ყოველთვის სულ ყოველთვის აი ხილად ვიყავი ამასთან მოსამართლეთა დამოკიდებულებაში მაშინაც როცა სახალხო დამცველის მოადგილე ვიყავი სასამართლო მაინც ცოტა ისეთი არის მოსამართლე. მაგრამ ეს ხო ხსოვდი რომ აი ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ თავის თავის დონეზე არ ვიცი ან შესაბამისი მათი სტატუსის კონსტანტინე კუბლაშვილი რომ ყოფილიყო ისეთი უზენაესი სასამართლოს, ისეთი თავმჯდომარე, როგორიც უნდა ყოფილიყო, დღეს ქვეყანა ვიქნებოდეს. ეს დამოკიდებულება, ანუ მე მაგ პირდაპირ ამ ადამიანების მიმართ. ეს ადამიანები არიან დამნაშავეები იმაში, რომ დღეს ვიღაცა ბედავს, რომ ვიღაცა სახს აცნობს, ვიღაცა ბედავს, რომ ვიღაცა სცემს, ვიღაცა ბედავს იმას, რომ არ დავუშვათ არ ხდება მოქალაქეს არ აინტერესებს მისი აზრი. ზოგადად ჩემი დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ, ხო, აი განსაკუთრებულად გამძაფრებულია, რაც ხვდები, რომ რაც უფრო ვუყურებ ან შიგნით რომელიმე პროცესს უესწრები და როდესაც აი უტყუარია ხედავს რომ აქ სრულიად გაუგება მდგომარეობაში ხარ ანუ სრულიად ნათელია რომ ეს ადამიანი არ არის დამნაშავე მაგრამ შენ ბრმა ხარ ყრუ ხარ და ეს შემთხვევა და შენ უკეთესად გეხსოვნება ალბათ როდესაც აი რას უკავშირდებოდა როგორ ვერავინ ვერ გაარკვია მერე სახალხო დამცველმაც მათ შორის და მე მგონი მოხსენებაშიც იყო ყოველწლიურ ანგარიში სოზარის ერთ-ერთი მოსამართლე რომელმაც სამარშრუტო ტაქსით მომავალი ახალგაზრდა მახსოვსკი მობილური სკურდობისთვის ვითომ და არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა იყვნენ ადამიანები ვინც ამ ბიჭთან ერთად მგზავრობდნენ და დანაშაული მოხდა მაშინ როდესაც ესენი სამარშრუტო ტაქსში იყვნენ